ამ შენობის არქიტექტურა განსაზღვრა შენობის ფუნქცია. და ეს ფუნქცია არის კინოთეატრი. სხვა რამის გაკეთება ფიზიკურად აქ შესაძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ის დაანგრევს და გაანადგურებს ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობას. ფასადის მხრიდან თუ არა შიგნიდან მაინც. და მისი შემკულობა ამ კინოთეატრის მნიშვნელობა ქალაქისთვის არის არა მხოლოდ მისი ფასადი, არქიტექტურა, არამედ მისი ფუნქცია. და ეს ორი მოცემულობა განუყოფელია ერთმანეთისაგან. იმიტომაც ვერ იყიდება სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ კინო არ არის მომგებიანი ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ქალაქის ხელისუფლების მიერ გაკეთებული, თქვათ, გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მან შეიძლება რომ გადადგას და გამოისყიდოს და აქ იყოს მუნიციპალური კინო. და თუ ჩვენ ვამბობთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ ბიზნესი ამ თვალსაზრისით არ ჩადებს ინვესტიციას, იმიტომ რომ კინოთეატრი წამგებიანია, მაშინ ეს უნდა გააკეთოს ქალაქმა. და ეს შენობა იმსახურებს იმას, რომ ის დაშვებული შეცდომა, რომელიც თავის დროზე თუ არ ვიტყვით, რომ ეს იყო დანაშაული და ეს იყო დანაშაული. როდესაც ეს შენობა გაიყიდა და ძალიან ცნობილი კინორეჟისორები აწერენ ამას ხელს, ეს დანაშაული შეიძლება დღესაც რომ გამოსწორდეს. ამას იზამდა თავმოყარე ქალაქის ხელისუფლება, მაგრამ მას ახლაც აქვს ეს შანსი. მე არც ამის არ მჯერა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შანსი არსებობს იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ადრე თუ გვიან იქნება ამ ქალაქში და იქნება ნამდვილად ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.